კახაბექაურმა მეცხრე არხის შემდეგ შესაძლო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გადაინაცვლოს მარეგულირებელი უწყების წევრმა აკაკი სიხარულიძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით უკვე მიმართა. საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ სიხარულიძეს შესაძლოა სწორედ ბექაურმა ჩაანაცვლოს. სიხარულიძე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზზე მომავალ კვირას ისაუბრებს, ვინ იქნება ახალი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მარეგულირებელ კომისიაში. ეს სიხარულიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ გაირკვევა. დეტალებით სოფო ბერიძე და რეზო ცირეკიძე. ის ჯერ ტყვის როლის ფედერაციის ხელმძღვანელად დანიშნეს. შემდეგ ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. დღეს კი კახაბექაურს კომუნიკაციების კომისიის წევრის აკაკი სიხარულიძის შემცვლელად ასახელებენ. მედია მარეგულირებელ უწყებაში ბექაურის როლზე წერს. საინფორმაციო სააგენტო ივერონი იუწყება, რომ საზოგადოებრივსა და მეცხრეს ლუბა ელიაშვილი გააერთიანებს. ბექაური კი ამაში მას მარეგულირებელი კომისიიდან დაეხმარება. კახაბექაურთან დაკავშირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, მისი გეგმები უცნობი რჩება. შეუძლებელია მუშაობა ზოგიერთი რა. და რა მოგიცავე პარლამენტსაც მიმართოთ წასვლის დაობაზე, ეგეთ არ არის პრობლემა. ეგ ზოგიერთი პრობლემა, ჩემს არ არის პრობლემა. მითხარით რაღაცა. დღეთაღამე ახლა გავაცემ კარბაში ჯოდის შემოვლენ, რომ მაშინ საათი მითხარით, და საათზე მოვარდა. თქვენად არ თუ ვინახათ ორგანიზატორი რომელიც? ჩვენ გასვლა. ის წევრები ორი წევრი იყო. ეხლა საერთოდ აგერ გითხეს, რომ კიდე ტარდება. დღესაც რაღაც 6 საათზე ტარდება. გოდიში რა, უკაცრავ რა. შეუძლებელია უკვე მუშაობა. კომისიის მუშაობის მიმართ უკმაყოფილება მარეგულირებლის 5 წევრიდან ერთ-ერთმა 5 ნოემბრის შეხვედრაზე გამოხატა. აკაკი სიხარულიძემ მაშინ არ გამორიცხა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს მიმართავდა. დღეს ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ეს უკვე სთხოვა. უშუალოდ გავაკეთებ კომენტარს და მანამდე გეუბნებით, რომ უკვე მივმართე. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. რატომ ეს გადაწყვეტილება? უშუალოდ გავაკეთებ კომენტარს. კომისიაში სიხარულიძის გადაწყვეტილებას პრესიდან იცნობენ. კანონის შესაბამისად გვიხსნიან, რომ მარეგულირებლის წევრს არა პარლამენტისთვის, არამედ პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა. მისი შემცვლელის დანიშვნის წესს კი კომისიის პრეს-სპიკერი განმარტავს. თუ მისი ადგილი, ასე ვთქვათ, გახდა ვაკანტური, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა შეარჩეს 3 კანდიდატურას ამ თანამდებობაზე, შემდეგ ერთ-ერთს აირჩევს ხმათა უმრავლესობი და წარუდგენს პრეზიდენტს დასანიშნად. არჩევნების შემდგომი ახალი რეალობით კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას საკუთარი წარმომადგენლები არ ყავთ. აკაკი სიხარულიძე მარეგულირებელ უწყებაში წინამოწვევის უმრავლესობის კვოტას წარმოადგენს. წინა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი კი ირაკლი მოსეშვილია. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვას, ოფიციალური ინფორმაციით ის ამ დროისთვის ერთთვიან შვებულებაში იმყოფება.